ესე მშვიდად არასოდეს არ ყოფილვარ. მუდმივად ცდილობდი, რომ მაინც კოლეგიალურობა მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, რაც თავში ვთქვი, ვითმენდი და პირდაპირ არ გადავდიოდი, ვიცოდი, რას აკეთებდნენ. მეც ყავს ადამიანები და ძალიან ბევრი სხვათა შორის და მეუბნებიან, იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, იმან ის გააკეთა. ანუ ვიცოდი ეს ყველაფერი. მაგრამ ვითმენდი და ცდილობდი რომ ეს მოთმენა როცა იცი რა სიბინძურეს აკეთებს შენს მიმართებაში და როგორ უნდა შენი ჩაძირვა, მაგრამ პირში რო გეუბნება ჩვენ ხო ძმები ვართ და ვერ ვეუბნები რომ შენ ძმა კი არა, შენ კაცი არა. აი ეს ჭამდა შინაგანად. და ეხლა რომ დავიწყე უკვე მორჩა, თან შენარჩუნებაც მინდოდა ტაძრისაც, ჯვრისაც, იმიტომ რომ ჩვენ ხშირგული ხალხია. ვინც მარტო ჩემთან ეზიარება. დარწმუნებული ვარ, მე როცა ტაძარს წამართვენ და ზიარების უფლებას, ანუ რო ვაზიარო ხალხი, ისინი არც არ წავლენ. არ ეზიარებიან სხვაგან, არ წავლენ. აღსარებას არ ჩააბარებენ. აი იმიტომ იმ ხალხის გამო, მაგრამ ეხლა იმ ხალხმაც იცის რა ურჩევნია ეს დროებით შეწყდეს და ქვეყანა შევინარჩუნო და ეკლესია, იმათმაც იციან. ინერვიულეს, მაგრამ მიხვდნენ რომ ეს გზა ჯობია, რომელ გზაზეც მე წავედი. ხო და ამიტომ რომ გამთავისუფლდი და პირდაპირ საუბარი რო დავიწყე უკვე. ესეთი სიმშვიდე არ მქონია. როგორც ეხლა. როგორც ეხლა მაგრამ. ადრე ხან მომაწვებოდა ისა, ხან ბრაზდებოდი, ხან აბსოლუტურად არა მაგა. არც ბრაზე, არც სინანული და არც თხოვნა. ღმერთის არაფერს არ თხოვ, ვიცი რომ ღმერთი მაკეთებინებს, ქრისტე მაკეთებინებს.